პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით თავად ახობაძე დაიკითხა. პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა კი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორი ახობაძისთვის კანონით გათვალისწინებულ სამართლიან სასჯელს ითხოვს. მომდევნო პროცესზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ახობაძესაც მიმართა და უთხრა, რომ ყოველი შემთხვევისთვის დასკვნითი სიტყვისთვის ისიც იყოს მზად. გიორგი ახობაძე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებიან და 8-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრება, ამბობს, რომ ნარკოტიკი დაკავებისას ჩაუდეს. ახობაძე ამბობს იმასაც, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე მისი ნერწყვი პოლიციამ ხელოვნურად გადაიტანა. ნარკოტიკის შეფუთვაზე ნერწყვის არსებობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ია ედიბერიძემ დაადასტურა. მან დაცვის მხარის მოთხოვნით საქმეში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთი მასალა იკვლია და დაადგინა, რომ მასზე ახობაძის ნერწყვი იყო. გიორგი ახობაძემ 7 დეკემბერს მისი დაკავება დეტალურად აღწერა. ხელები გადამიგრიხეს ზურგს უკან და პატრულის მანქანის კაპოტზე სახით ქვემოთ დამაგდეს. მეუმართე ტანი, რომ ნაკლები დაზიანება მიმეღო. ვიგრძენი, რომ უკანა ჯიბეზე მეხებოდნენ და დავიწყე ლაპარაკი. ჯიბეში არაფერი ჩამიდოთ მეთქი. უკანა მარცხენა ჯიბეზეა საუბარი. ჯინსი მეცვა და ვგრძნობ წინა მარცხენა ჯიბეში ხელის ჩაცურებას და ამოღებას. რა ჩამიდეთ, ხელი რატომ ჩამიყავით მეთქი. ჩემ ზურგს უკან იდგა, ვინც ეს გააკეთა და ვერ ვაკონტროლებდი ვინ იყო. პირველი ფიზიკური კონტაქტი გურეშიძესთან მქონდა და შეიძლება ისიც ყოფილიყო. მასაში იოლად გამოარჩევ გურეშიძეს, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩემგან იყო, რომ ის იყო ოპერაციის ხელმძღვანელი, კარგად დამამახსოვრდა. ასე როგორ შეგიძლიათ ადამიანის გაწირვა, რა ჩამიდეთ მეთქი, გურეშიძესთან მქონდა საუბარი. ყველაფერი კარგად იქნება, ქალაქელი ბიჭი ხარ და ნუ პანიკიორობო. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაგიყვანთ და თუ არაფერი არ იქნება, გაგიშვებთო. რაღაც მომენტში ვიფიქრე, მიამიტურად რამე ხომ არ ეშლებათ მეთქი, მაგრამ დავიხედე ჯიბეზე და ვხედავ გამობურცულია და არაფერი ეშლებოდათ. ჩემი ხელები იქეთ-აქეთ ეჭირათ. გურეშიძე ვიღაცას ელაპარაკებოდა, გავიდა ოდნავ გვერდით. მიყვა ის მეორე მაღალჩინოსანი, ვიღაცასთან ათანხმებდნენ ალბათ შემდგომ ნაბიჯებს. ტელეფონით ელაპარაკა ლევან მაისურაძეს. დავინახე ეკრანზე, რომ ამონათ და გურეშიძის ტელეფონზე. სავარაუდოდ გადაამოწმა, როგორ შეასრულეს დავალება. ამოიღეს თავისივე ჩადებული ნივთები. ტუალეტის ქაღალდში ჰქონდათ გახვეული, ეტყობა მათი თითის ანაბეჭდი რომ არ მოხვედრილიყო. აი რაღაც დევსო. გიორგი ახობაძის მომდევნო სასამართლო პროცესი რა დროსაც შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს 22 ივლისს გაიმართება.